გესალმებით, მეგობრებო, თქვენ არსება და არხკავშიროსანსამი და ეს არის გაგრძელება ყველაზე გრძელი პარკურის მინიკრაფტში. როგორც თქვენ პრინციპში გახსოვთ წინა ნაწილის ამ ყველაზე გრძელი პარკურის მინიკრაფტში ჩვენ გავჩერდით მე-13 დონეზე. ზუსტად აი ამ ადგილას. შეგიძლიათ ნახოთ წინა სერია, ეს დონე ჩვენ უკვე გავიარეთ, აი თუ შეიძლება ეს უკვე გავიარეთ და შემდეგი დონე არის მე-14 და წავიდა მოკლედ და პარალელურად ახლა დაგელაპარაკებით. პრინციპში ეს არის ახლა პარკური მოკლედ თქვენ პრინციპში შეიძლება ხვდებით ჩემი ხმით რომ რა მხოლოდ დისტანცია რომ თქვენ გონი ხვდებით ჩემი ხმით რომ მე ცოტა ვარ გასაგებია. მოკლედ ხომ პრინციპში მეგობრებო მე ცოტა გავცივდი, მაგრამ ეს გაციება ვერ შემიშლის ხელს რომ გავიარო ეს ყველაზე გრძელი პარკური მინიკრაფტში. და მოდით უფრო გრძელი გასაგებია. რაღაც მეგობრებო პრინციპში იცით რა შევატყვი რომ ყოველი დონის შემდეგ ეს პარკური ხდება უფრო და უფრო ძნელი. Yes, так, პრინციპში მე გამოდის უკვე უფრო ადვილია, так, თავარია არ დავებრეხვე და კაია, ბოლო და დონე 15 გაგიჟება. აქ მგონი так, არ ვიცი მეგობრებო რა დამემართა, მაგრამ უკვე გონი მე-13 და ვებრეხ, აი დაწყებიდან დავებრეხვე, так. სად ახლა ეს კაქტუსის ლაბირინთია, აი, გეყოფათ. так, და აი, იო, აქ არის გასასვლელი. გაგიჟება რა ხდება აქ? კაქტუსო, ვერ გიტან. так, დონე 16 არ ჩავარდე ლავაში. აი უკვე დაიწყო და მეგობრებო მე შიფტზე ვიქნები და კაია და აქ როგორ და კაი მოიტავა და კაია და სადაც და ასე მერე სად აქ დებილი ვარ და კაია არ დავარდეთ დონე 17 ვაუ შეხედეთ რა კრეატიული დონეა და ისევ ასეთი დისტანცია ისო 5000 ჯერ უნდა დავებრეხვე გასაგებია. ისეთ მეგობრებო პრინციპში რითი მომწონს და პარალელურად ამასთან არც მომწონს ეს პარკური იმითი რომ აქ პარკურის გარდა კიდე სხვა ჩელენჯებიცაა. მეგობრებო ამ პარკურზე შენ ხვდები რომ ეს პარკური იმით გამოირჩევა რომ აქ არა მხოლოდ რაღაც ბლოკებზე ასე უნდა იხტუნო, არამედ კიდე სხვა ჩელენჯები არის. აი მაგალითად დონე 18 კარებები აქ უნდა აირჩიო. სწორი კარით 3-დან და მოდი და გასაგებია. დიდი მადლობა ჩემს სიღბალს, ტაქს მაშინ შუა. აი მეგობრებო თუ რამე აქ ლავა არის. მოით მეგობრებო მარჯვენა. სწორი ვარ. ტაქს კიდე მარცხენა გასაგებია. რა სერიოზულად შუა, პრინციპში მეგობრებო რაღაცნაირად მივხვდი და მოით მეგობრებო ახლა მარცხენა და სწორი ვარ დონე 19. აი გონი უკვე პირველი სეცნელები აქ 4 ბლოკი დისტანცია და ერთ ლავაში არ ჩავარდე. так, კიდე კიბებია. რასაკრუელია, მხოლოდ კიბები არ დაგეხმარება, კიდე გჭირდება. ისევე 3 დისტანციანი, так, ვთქვათ არ ჩავარდე ახლა მაქსიმალურად. გასაგებია. ოკეი, პრინციპში პირველად არ გამოვიდა, так, ასე კიდე ერთხელ ესა როგორ ვერ ვიტან ამ პარკურს. აი სერიოზულად, აი რა უნდა ელაპარაკო ახლა ამ პარკურს რომ так, ვთქვათ უფრო მეტი დისტანცია. კაია მაქსიმალურად. так, კიბებია, კაი. არ ჩავარდე ძალიან გთხოვ, არ ჩავარდე. ოკეი, საბამთავარია დაწყნარდი ეს არის უბრალოდ ეს დებილური პარკური, რომელსაც შენ ძალიან ადვილად გაივლი. მეგობრებო, თავდაპირველად მე ძალიან მომწონდა ეს პარკური, ახლა ვერ ვიტან. так, ოკეი, მაშინ ავიღოთ უფრო მეტი. არ ჩავარდი ძალიან გთხოვ და
მეგობრებო, მე კი ვიცი და დიდი ხანი არაც ვიცოდი რომ მე ხელები ერთი ადგილიდან მეზრდება, მაგრამ ასეთი პარკურის გავლა. მერტ შემო. კაი, ერთხელ და სამუდაოდ უნდა გავიარო ეს დონე იმისათვის, რომ აღარასდროს აღარ დაუბრუნდე ამ დონ. აი რა უნდა ელაპარაკო ახლა პარკურს. ვერც კი წამოიგეთ როგორ უკვე დავიღალე. აი საერთოდ აი რეალურია ახლა რომ გადავხდე ტაქს. მიდი. ტაქსა. ძლებს. მეგობრებო, უბრალოდ კადრისიკი თუ გავიარე, ვერც კი წარმოიგეთ 7 წუთი უბრალოდ ასე ხდებოდი, ვარდებოდი და ვიდეო უკვე აღარ ჩავთე, იმიტომ ეს ვიდეო უკვე 20 წუთი გაგრძელდებოდა, როგორ აი ამას გავდიოდი და ძლივს. კაია, ისე მიხარია თითქოს თლიანი პარკური გავიარე, მაგრამ მართლა უკვე ძალიან დავიტანჯე უკვე მეგობრებო, თუ რამეა გავაფუდი ისე მიძნელდება. Так, მოიცეთ მეგობრებო, так. კაია. так, აღარასდროს, აღარ მაჩვენოთ ეს კიბეები. так, ოპა. დონე 20, კარებები უფრო მირჩენია ვიდრე ეს დებილი კიბეები. მოჩვა. მოით მაშინ მარჯვენა. გასაგებია, так, მაშინ მარცხენა. აქ კაია. იქ რა კიდე კარებებია? მარჯვენა და დონე 21 ისევ კარებები. მოიტაბა, ძველი მეთოდი გასაგებია. так, sky თუ შუა რა, მაშინ მარჯვენა. აჰა. შემდეგ ან მარცხენა შუა და შუა და так, და შემდეგ მოიტაბა მარცხენა და გასაგებია. გამოდის აქ ყოფილა შუა. ისო პარკური, ну, კაი, პრინციპში აქ იმედია კიბეები არ იქნება, მაგრამ აქ კიდე ერთი რაღაც არ მომწონს, რომ აქ ესეთი ჯოხებია, так. აი ამ ხებმა შეიძლება შემიშალონ. ну საბა, ну ასაკურველია, ვინ გითხრა რომ კიბეები არ იქნება? აი უბრალოდ აი ვინ გითხრა ასეთი ცრუ ინფორმაცია უბრალოდ აი ვინ მოგიტანა так, კი. უკვე პრინციპში გონი გავიგე როგორ შეიძლება ამ პარკურში ნორმალურად გასაგებია. მოგეთ მეგობრებო, მე ასევე გეტყვით რამდენი დონე მინდა რომ გავიარო ამ ნაწილში. მოგეთ მე საერთოდ ვაპირებ გავიარო 30 დონე, მაგრამ გონი 25-მდეც კი ვერ მივალ. так, და რა დებილურად გადავარდი. так, და აი ზეთ რა მეგობრებო, აი პირველად ესეც მოვედი ამ პარკურში, აი პირველი ნაწილი უბრალოდ ნახეთ. მე იქ ვიყავი აი მაქსიმალურად პოზიტიური, მაქსიმალურად დადებითი ემოციებით, მაქსიმალურად ამბიციური და ახლა მეგობრებო, უბრალოდ ერთადერთი მაგ გაბრაზება სიბროტე ამ პარკურის მიმართ. და როდის დამთავრდება უკვე ეს პარკური? დონე 23 და მე ხო გითხარით რომ იქ შეიძლება 50 დონე იყოს. так, აი ეს დონე 23 რა რაღაც არ მომწონს გაგიჟება. კაია. უნდა მოვემზადო. აი ეს დონე 23. დონე 24 წიგნის თაროები. ეს არის ელემენტი დეკორისთვის, ასე ვთქვათ, რომ ყველა დონე ერთი და იგივე პარკურის, ასე ვთქვათ, არასახოთ. так, კაია, ასე კაია მეგობრებო. გონი უკვე ამბიცია, გონი უკვე დადებითი ემოციები დამიბრუნდება. ну, ჯერჯერობით ფაქტი არ არის. დონე 25 და მგონი ვიცი რაც უნდა გავაკეთო, აბა მოკეთ აქ უნდა ვინც არ უყურა პირველ ნაწილს გეტყვით რომ აქ უნდა დავალაგო ყველა ნივთი თავთავის ადგილას, თავთავის ყუთში. მაგალითად მეგობრებო, შეხედეთ, აქ არის კარები. აი კარები, მაგალითად აი კარებთან, აი პირველი კარები,
მეორე კარები და მესამე კარები. შემდეგ აქ რა არის? აქ თევზი გამოდის ეს თევზი, ნარინჯისფერი თევზი და თევზი ფუგო. ტაქს და ბოლო თევზი ეს ბოლო თევზი, ბოლო ყუთი ეს არის სასარგებლო წიაღისეულები, ეს არის ქვანახშირი, ალმასი, ვერცხლი და ოქრო. დონე 26 ისევე სპარკურიო. ღმერთო ჩემო. ოკეი, შუშებში დაგ ოკეი. აი. გითხრათ, აი სიმართლე გითხრათ, აი მეგობრებო, აი რისი იმედით მოვიდი საერთოდ, ანუ ეს არის ყველაზე დიდი პარკური მინი კრაფტი. არ ჩავარდი ძალიან გთხოვ. გაგიჟება. და პირველივე ცდიდან უნდა გავიარო, ну კაი პრინციპში უკვე მეორე დაინახეთ მეგობრებო კიდე ეს წვიმა რო წამოვიდა ეს წვიმა ძალიან მაბრაზებს ანუ ძალიან მიშლის პარკურის გაბლაში ხელს დონე 27 3 დონე და ძლივს არ ვიცი მეგობრებო მგონი შემდეგი გაგრძელება იქნება ერთ თვეში მართლა გეუბნებით იმიტომ ძალიან მაბრაზებს უკვე ეს პარკური როდის დამთავრდება. ტაქს მოით მარცხენა. შემდეგ. მოით მარჯვენა და ვაჰ, როგორ მიმართლებს მოიტაბა ახლა შუარიყო და უფრო კარგი მართლა არ იქნებოდა. ტაქს, ოკეი, მაშინ მოიტაბავთ სადოთ. იღბალი მგონი უკვე აღარ უნდა იღბალს ჩემთან ერთად იყოს. მაშინ ასე ყოველია მესამე სიდან გამოისუფრო ეს არის მარცხენა და შემდეგ შუა და სწორი ვარ დონე 28 2 დონე და всё მეტი არ შემიძლია და 30 დონე უნდა გავიარო და კაი ვინ მოიფიქრა ეს პარკური მეგობრებო აი მართლა სერიოზულად ვამბობ აი რისთვის გამოიგონა იმ ვიღაცამ ეს პარკური რომ სხვები ატანჯოს აი მართლა ვამბობ აი სერიოზულად დახურეთ ეს პარკური დახურეთ რომ მინიკრაფტში აღარავინ აღარ შეხვდეს ამ პარკურს დონე 29 და კოკი წავიდა გაია ღმერთო შემო ისევ ეს და კაი მაქსიმალურად 2027-1263 წლის შემდეგ საბამ გაიარა ეს так პარკური ну ჯერჯერობით და აქ სამი ბლო იგივე აი უბრალოდ იგივე აი რა ვთქვა არც კი ვიცი takს და ბოლო დავა მიდი და რა ხდება აქ დონე 30 ძლივს takს თხარ აქ რაღაც ლაბირინტია takს მოითაბასად აი თქო აქ უნდა ვიყო taksat დამაბნიეს უბრალოდ დამაბნიეს აქ უნდა წავსულიყავი აი დაახლოსად გაგიჟება ახლა უნდა გადავხდე так და ბოლო yes всё კარებები არა всё აღარ შემიძლია ეს არის უკვე დონე 31 ამას შემეგროვოთ დავამთავრებ მოგეთ მადლობა დიდი ვინც ყურა ვიდეოს ბოლომდე თუ მოგესწრებთ ლაიქეთ მე კახა წავედი ნახვამდის და გაგრძელება იქნება არ ვიცი ერთ თვეში იმიტომ ძალიან დამტანჯა ამ პარკურმა ნახვამდის